გამარჯობა ძვირფასო ტელემოყრებლებო. დღეს არის აპრილის 3 რიცხვი და მორიგი გადაცემა გორის სათბურებიდან. დღეს მიდის უკვე მასიური პროცესი ჩითილების გადატანა ძირითად მატებში. ეს თავიდან დავიწყეთ ჯერ კასეტებიდან, მერე გადავიტანეთ კუბიკებში, მერე უკვე კუბიკებიდან გადაგვაქვს მატებში. და უკვე მატებში ეს პროდუქტი იქნება წლის ბოლომდე. ცოტა დაგვაგვიანდა გადარგვა, ცოტა გადაგვეზარდა ჩითილი, ეს პრინციპში დიდი პრობლემა არ არის, ფერსო სისტემა არის განვითარებული ძალიან კარგად. ჩითილები ძალიან კარგ მდგომარეობაში არიან, უბრალოდ ცოტა გაგვეზარდა, გაგვექცა ზევით. თქვენ როგორ შეაფასებთ ბატონო ვასილ? ჩვენი არის ზრიმა რა ხდება ისეთ ჩვენი გათვლა იყო თავიდანვე ისეთი რომ ცოტა მაღალი ჩითილი გადაგვეტანა გროუბეგებში, იმიტომ რომ ეკონომიკა გაგვეკეთებინა მთლიან სათბურის გათბობაზე ცოტა პატარათი გაგვექცა რაღაც ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. პრინციპში სცენარი მიდის გეგმის მიხედვით იზრდება, ფერსო სისტემა როგორც შემთხვევით ნორმალურ მდგომარეობაშია, ვეგეტაციურად ფოთლებიც ნორმალურ მდგომარეობაშია. ახლა მთავარია მუშაობ პროცესი მიდის გეგმის მიხედვით და იმედია რამე ექსცესები არ იქნება, ყველაფერი მიდის ნორმალურად. ჩემი აზრით ძალიან კარგი მდგომარეობა, ძალიან იმედის მომცემი მდგომარეობა. თვითონ სცენარის ეთქობა, რომ ფერზეც, ღეროზეც, ფესვზეც არის ძალიან კარგ მდგომარეობაში. დღეს ეს პროცესი დაიწყო, იქ სადღაც გაგრძელდება 5-7 დღე. ეს გადატანა და უკვე დაკიდება, ეს დამაგდება ეს მცენარეს და ეხლა თავარი ახლა რა არის, რომ დროზე გაკეთდეს ეს ოპერაციები, ანუ გადატანა, დამაგრება მცენარეს და მერე უკვე გაგრძელდება ჩვეულებრივი პროცესი, კვება, მცენარის დაცვა, როგორც თქვით, ყველაფერს ჩვენ გაჩვენებთ. ეხლა დღევანდელი საინტერესო პროცესი ეს არის გადატანა, ეს ძალიან დიდი შრომატევადი საქმე არის, აქ მუშაობენ სადაც 50 ადამიანი დღეში, რასაც საჭირო არის, იმას ვაკეთებთ. პროცესს ვერ გავესწრებით. თავარი რაც იყო ყველაზე რთული პერიოდი გამოვიარეთ ეს კლიმატური კუთხით რთული პერიოდი, ტემპერატურის ცვალებადობა არ ქონდა, პრინციპში შევინარჩუნეთ სტაბილური ტემპერატურა. ეხლა უფრო ადვილად წავა საქმე, უფრო ნაკლებად შრომატევადი საქმე იქნება. და თავარია ეხლა კორექტული კვება და სცენარის კორექტული მოვლა ძირითადი საქმის 60% ჩავთვალეთ სცენარისთვის გაკეთებული, იმიტომ სცენარის 30% მოსავლის ეს არის კარგი ჩითილი, ჩვენ კარგი ჩითილი გვაქვს და ასე რომ ჩვენ იმედის მომცემად უნდა ვუყუროთ მომავალს და შედეგი დაწუნებული ვარ ისეთი იქნება როგორც გეგმაში გქონდა. დიახ, ხო, ამ ეტაპისთვის აი ფერსო სისტემა თავარი არის ღერო სცენარე ისე რომ ვთქვათ, კარგად განვითარებული არის და პროცესი გრძელდება.